ახლა კი საქველმოქმედო გამოფენა, რომელსაც ციურიხში ქართველი ახალგაზრდები გამართავენ. ნინო შავერდაშვილი მოგუყვება. დიმიტრი და ნინი დუმბაძეებს როგორც ნიჭიერ მხატვრებს საზოგადოება უკვე იცნობს. მათ თბილისში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ არაერთი პერსონალური გამოფენა მოაწყვეს და ქართველი და უცხოელი დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. ხატვა დავიწყე 4 წლიდან და უკვე 6 წელია ვხატავ. თავიდან ხატავდი გუაშებზე და ფურცელზე. მაგრამ ეხლა გადავედი ტილოებზე და ვხატავ ზეთით. ხატვის დროს რაღაც შვიდდები და საერთოდ ნახატებში ეგრეა, როგორ ხასიათზეც ხარ ისე ხატავ ხოლმე და ძალიან მიყვარს. საერთოდ საქართველოში ძალიან ბევრ გამოფენებში ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას, შერეულ გამოფენებში, ანუ სხვაებიც რომ მონაწილეობენ. ფინეთში წავიდა ჩვენი ნახატები და პირველ ადგილზე გავედი, მე გავიმარჯვე და ელჩმა დამაჯილდოვა. ჩემი პირველი საერთაშორისო იყო კონკურსი და გავიმარჯვე და ძალიან ხარდა. ამჯერად ნიჭიერი და-ძმა ქართულ კულტურას პოპულარიზაციას შვეიცარიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე გაუწევს. 8 თებერვალს გახსნილ ექსპოზიციაზე პატარა ხელოვანების 52 ფერწერული ნამუშევარი და ხელნაკეთი ნივთი იქნება წარმოდგენილი. გამოფენას ციურიხის ქართული დიასპორის და ადგილობრივი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. მე და ჩემი და იქ დავუკრავთ გიტარაზე, ფორტეპიანოზე და დოლზე შევასრულებ ნომერს. შვეიცარიაში ხორციელდება პროექტი, სადაც იქნება ნინი და დიმიტრი დუმბაძეების პერსონალური გამოფენა. ღონისძიება 2 თვის განმავლობაში გრძელდება. ამ ბავშვებს ჰქონდათ ძალიან წარმატებული ღონისძიება, მათ ჰქონდათ მალტაზე გამოფენა, რომელიც აღმოჩნდა საკმაოდ რეზონანსული, გაიყიდა 11 ნამუშევარი და ბავშვებმა ეს თლიანი შემოსული თანხა გადარიცხეს ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისთვის. ნინი და დიმიტრი დუმბაძეებს უახლოეს მომავალში გამოფენები დაგეგმილი აქვთ საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში.